გესალმებით ყველას, მედია კავშირი ობიექტივი და გადაცემა პროფესიონალები და საზოგადოება აგრძელებს თქვენთვის მაუწყებლობას. მე მინდა გამოშვება დავიწყო იმ პატარა ამონარიდით, რომელიც წიგნიდან, რომელიც ახლა მე ხელთ მიმყრია და რომელიც ეკუთვნის დამსახურებულ ჟურნალისტს, საქართველოს დამსახურებულ ჟურნალისტს, გეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს ბატონ ივანე ჯაფარიძეს და იმ ადამიანის შესახებ გვექნება დღევანდელი გამოშვება, რომლის შესახებაც პატარა ამონარიდს ახლა მე თქვენ წაგიკითხავთ. ის თუმცა წიგნში წერია სახელი და გვარი, უბრალოდ მე ჯერ არ დავასახელებ. ის გამორჩეული მსახიობი გახლდათ, ვინც 10 წლეულების მანძილზე თავისი ძლიერი ხავერდოვანი ხმით თეატრის სცენიდან, ესტრადიდან, რადიო-ტელევიზიიდან თუ საჯარო შეხვედრებისას ატკბობდა და ახარებდა მრავალრიცხოვან მსმენელსა და მაყურებელს. დიახ, ეს სიტყვები ტარიელ საყვარელიძის შესახებ არის დაწერილი, ადამიანისა, რომელმაც არაერთი როლი განასახიერა ქართული თეატრის სცენაზე, ადამიანისა, რომლის ხავერდოვანი ხმა მართლაც რომ ყველა მედია საშუალებიდან ისმოდა მე-20 საუკუნის 40, 60, 70-იან წლებში და რომლის შესახებაც დღეს სრულად ჩვენი გამოშვება მოგითხრობთ. ჩემი სტუმარი კი ალბათ უკვე მიხვდით, გახლავთ და გავიმეორებ საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი, გეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ბატონი ივანე ჯაფარიძე. მოგესალმებით ბატონო ვანო და უღრმესი მადლობა მობრძანებისთვის. თქვენ ძალიან პატარა ბრძანდებოდით და იყავით მუდამ ტარიელ საყვარელიძის გვერდით და მოდით ახლა დავიწყოთ იქიდან, საიდანაც იწყება ხოლმე ტარიელ საყვარელიძის ბავშვობა. მან უბრალოდ ბავშვობის შესახებ თქვენ ისაუბრეთ, უბრალოდ მე მაყურებელს შევახსენებ, რომ ახალგაზრდობისას 19-20 წლის იყო იგი, როდესაც ქუთაისის მესხიშვილის სახელობის თეატრში პირველად შედგა ფეხი და მას მერე თეატრს იგი არ გაუშვია სცენიდან. გისმენთ? მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს ტელემაყურებელს და რადიო მსმენელს. მე ყოველთვის მიხარია ხოლმე, როცა ესეთ ხალხზე არის ხოლმე საუბარი და მე შემიძლია რამდენიმე სიტყვა თქვა. ამ შემთხვევაში ახლა ტარიელთან დაკავშირებით ტარიელი ჩემი ახლობელი მამიდაშვილი იყო და როგორც თქვენ ბრძანეთ, ჩემი ცხოვრება თვალი რო ავახილე ტარიელთან ერთად იწყება, შეიძლება ასე ვთქვა და შემდეგ მარტო ნათესაობა არ იყო, როგორც ჩანს ჩვენი სიახლოვის და მეგობრობის მიზეზი, ის იყო საკმაოდ კარგი მეგობარი ყველასი და მით უმეტეს ნათესავების პატრონი იყო ყველასი და მე ახლა მაინტერესებდა თეატრი, მიყვარდა ბავშვობიდან 6 წლის ვიყავი, როცა პირველად მოხვდი სპექტაკლზე ჭიათურაში, როცა ჭიათურის თეატრი გაიხსნა და ამ ჭიათურის თეატრში თან რა ლამაზი თეატრი აქვს ჭიათურას. ჭიათურის თეატრი უნიკალური თეატრია. კლდეში რომ არის. პირველად ვნახე, ახლა ვეზიარე გრიგოლ ტყაბლაძის, მიხეილ ვაშაძის, ბიზინა დურმიშის და ძალიან ბევრი საინტერესო და დიდი მსახიობების თამაში მინახავს და იქიდან დაიწყო ჩემი თეატრის სამწუხაროდ. შეიძლება მაშინ ახლა პატარა ბავშვი 5-6 წლის ბავშვი ვერ კი, მაგრამ ილექება. ამიტომ არის რომ ბავშვი თავიდან უნდა ვაზიაროს, ყველაფერ გემოვნებიანს. მუსიკა იქნება ეს თეატრი თუ ლიტერატურა. სცენის მიმართ დამჭა მუდამ და შემდეგ ნუ ცხოვრებამ გამემართლა იმით რომ მეც გამზარდა ალექსანდრე ჯაფარიძემ, ესე იგი ჩემმა მამიდამ ტარიელის დეიდამ, ტარიელის იმ სახლში გაიზარდა, სადაც ეხლა მე ვცხოვრობ. ნუ გაიზარდა სხვაგან ცხოვრობდნენ ადრე, მაგრამ ნუ მანდაც იყო გარკვეული პერიოდის მანძილზე, როცა მან იგი დაოჯახდა და შვილი შეეძინა, ახლა რამას საყვარელიძე ყველას იცნობს. და უნდა დავიწყოთ ალბათ ტარიელის გატაცება თეატრით, რაში იყო საქმე, რა მდგომარეობა იყო. ეს ყველა მიცოდა, რომ ტარიელი ხატის ნიჭით იყო დაჯილდოებული. და სკოლა რო დაამთავრა, არც უფიქრია არავის, რომ ეს უნდა წასულიყო ხატის განხრით. ანუ არ უფიქრიათ, რომ თეატრში წავიდოდა. არა, თეატრი ჯერ არცად არ ჩანს თეატრი. და ქუთაისში დაამთავრა, ქუთაისის მერვე მაშინ საშუალო სკოლა იყო, მერვე სკოლა და ჩამოვიდა დეიდასთან და ბიძასთან, ალექსანდრა და ალიოშა ჯაფარიძეებთან თბილისში და მოეწყო სამხატვრო სასწავლებელში. და პირველი კურსი ეს სამხატვრო ნიკოლაძეში? მაშინ არ ვიცი ერქვა თუ არა ნიკოლაძე, მაგრამ ყოველთვის სამხატვრო სასწავლებელი მაშინ ეგეთი იყო. და პირველი კურსის არდადეგებზე წავიდა ქუთაისში, ჩავიდა მშობლებთან.
და ამ დროს რამდენიმე წელსა და 38 წელს უკვე ქუთაისის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და დირექტორი იყო დოდო ანთაძე. და დოდო ანთაძემ დააბრუნა სცენაზე ალექსანდრე იმედაშვილი. ეს უდიდესი ტრაგიკოსი. ეხლა მე მოვსწრები ვარ იმ ხალხს, ვისაც მესხიშვილიც უნახავს, ლადო მესხიშვილი სცენაზე. უნახავს ეს ისა რა ქვია უამრავი მეტრები, მოდით ასე ვთქვათ. ხო, ალექსანდრე იმედაშვილი და შემდეგი თაობა ყველა. და ამბობენ რომ ახლა მესხიშვილს ვერავინ ვერ შეედრებოდა ძველები 19 საუკუნის მომსწრე ხალხი. მაგრამ იმედაშვილი იყო რაღაც ბრწყინვალე. და ტარიელი ჩასული ქუთაისში არდადეგებზე თეატრში მოხდა იმედაშვილის სპექტაკლზე, ეხლა აღარ მახსოვს ეს იყო მეფე ლირი თუ ოტელო და მოკლედ ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ გააგიჟა შეიძლება ითქვას, დაანება ყველაფერს თავი, აღარც ხატვის გაგონება უნდა და აღარც აღარაფრის გადაწყვეტა, რომ ის უნდა გახდეს მსახიობი. და მოდით ახლა არ დაგავიწყდეთ სათქმელი, ჩვენ ძალიან ბევრი ვიდეო გვაქვს გასაშვები, თუ არ დავიწყებთ ვერ მოვასწრებთ. კი ბატონო, დავიწყოთ და მე გზადაგზავ ვიწყებ. პირველი ჩვენ გვაქვს სტუმარ მასპინძელი და მოდი შევთავაზოთ მაყურებელს. გთხოვთ ჩართოთ სტუმარ მასპინძელი. 109876543210. ამის წვდიათში ჩაფლული გამტკნარებული სახითა მოსჩანს ქისტეთის მიდამო სალის კლდეების ტახტით ბრნელ ხევზე მიხებს მდინარე ულამღრეული ჯავლით გადმოხრიდნენ მთანიცა ხელპირს იბანდნენ წყალზე და ბევრი მომკვდარა მათ მკერდზეთ სისხლს ვერ იხდენენ პანზე და ძმის მკვლელი სისხლის წვია კაცი რამ მიდის გზაზე და გზას ომობ თორემ რა გზაა ვიწრობილი კეკლდეზე და სავალად მეტად ძნელია ფეხს ცლებს აცილებს ფეხზე და გაღმას ჩანს ქისტის სოფელი არწივის ბუდესავითა საამოარის საცკრლად დიაცის უბესავითა სოფლის თავს ზინავს შავს ნისლსა და ფიქრებული სახითა ყურს უგდებს არემარესა გულლაღობს სანახავითა სტუმარი ცოტა ხანისა ხვალ სხვაგან წავაკიდა წავა გადიulis გორებსა ქებებსა ყინულიანსა აბნელებს უხილავად ხდის ქვეყანას ხილულიანსა თუ მონადირე სატირებს გზა და კარგულ სახევშია ალაღებს მგელსა და ქურდსა მოარულთ სიბნელეში სევიდამ
ვიღაც უცნობმა კლდის ლოდი გადმოაგორა. გზავრმა შეხედა პირაღმე, წინ უდგას მაღალი გორა. ყურს უგდებს. ცოტა ხანს შემდეგ მოესმის ქვიშის ჭხრიალი. გზავრი სიათასი მარჯვებს მტერი არ იყოს ტიალი. შესქერის გაფაციცებით ფეხზე შემდგარის ტოფითა, ხედავს რომ მოალაჯუნებს კაცი ორ კაპის ჯოხითა. შავი რამ მოსთრავს პირთაქვე, ქვიშა ქანავდა იმითა, არას ამბობდა უცნობი სიტყვა არ მოსდის პირითა, უბჭვინავს სალტა თოფისა, ვით წვიმის ცვალი დილითა. ვინ ხარ? რა სულიერი ხარ? რა სიარები ამ დროსა? ვინ გინდა მონადირე ვარ, კაც შენ ვერ გხედავ სანდოსა. რაობით სანდوارა ვარ, სიტყვას რა დამბობ მცარესა. ვითომ რომ დავხეტიალობ შენებან კლდიან მხარესა, მეც მონადირე გახლავარ. დღეს კი ვეხეტე უბრალოდ, წესია მონადირისა, ხომ მაინც დარჩი უვალოდ. ესეც ვალია ძმობილო ძლივს გადავათრევ ფეხებსა, სულ მოვიარე ჭიუხი არ ავტოვებდი ხევებსა. ძალიან დიდი მადლობა. ჩვენ გავჩერდით იმაზე, რომ მას ძალიან უყვარდა ხატვა, დაამთავრა, ხო დაამთავრა სამხატვრო სასწავლებელი. უბრალოდ შევიდა. გამოვიდა იქიდან და პირდაპირ წავიდა მერე სცენაზე. წავიდა ქუთაისში. ეს დავასრულოთ მხატვრობის თემა და მერე საინტერესო მოსაზრება გაქვთ თქვენ ერთი ჩვენთვის ძალიან დიდი ქალბატონისა. კი ბატონო. და რონახა იმედაშვილი გაგიჟდა, აღარ უნდა აღარაფერი დაანება სამხატვროსაც თავი რაღაცა და ეხლა დაიწყოს რუნვა იმისე როგორმე მოხდეს თეატრში. და ამ დროს ქუთაისში საგასტროლო ჩამოსული იყო, ყველასთვის ცნობილი ქართველი მომღერალი, რუსული რომანსების ზუბადლო შემსრულებელი თამარ წერეთელი, რომელიც ტარიელის მამის პირველი მეუღლის დაიყო, ესე იგი ცოლის დაიყო, ახლა პირველი მეუღლე გარდაეცვალა სახადით და 4 გერი დარჩა და მერე ჩემ უფროს მამიდა რო შეირთო, ეს იყო ამ ტარიელის დედის, ესე იგი მამიდა ჩემის დიდი სასწაული ქალბატონი იყო, ისე უყვარდა ბავშვები და როგორც კი გაიგო, აი ესე, ხო იცი, შუამავალი იყო ამ იმაში, როგორც გაიგო, 4 ბავშვი დარჩენილია უდედოდ, არ ყოყმანიც არ დაუწყია, ეგრევე გაყვა ცოლად. და ამ 4 ბავშვიდან 2 მერე სახადით გარდაეცვალა და 2 გოგო დარჩა, შემდეგ გაზარდა ესენი და მასთან ერთად გაზარდა ტარიელის ბიზაშვილი, რომელიც ადრე დაობლდა. დავით საყვარელიძე 3 წელსაც დედა მოუკვდა 6 წელს მამა, ესეც ჩვენებმა წამოიყვანეს. შემდეგ ტარიელი დაიბადა. ბატონო ვანო, მოდით ახლა უმჯობესია თეატრზე, თეატრის სიყვარულზე გადავიდეთ. აი ამ 8 იმის პატრონი იყო დედამისი. ახლა ამას ყველაფერს რატო ვამბობ, რომ მაშინ ახლა არ იყვნენ ესენი, არ ცხოვრობდნენ ისე, რომ თქვათ აი თეატრში და აი თამარ წერეთელი რო ჩამოვიდა, თამარ წერეთელს თხოვა ტარიელმა, რომ დოდო ანთაძესთან პროტექცია გაეწია, რომ თეატრში მიეღო. აი რატო? აი ეგ არის საინტერესო. რატო თხოვა? უნდა და თეატრი ტარიელს? იმიტომ რომ გაგიჟდა მეთქი მაგას ვამბობ, გაგიჟდა თეატრზე, გაგიჟდა იმედაშვილი რო ნახა სცენაზე, გაგიჟდა. გასაგებია, მაგრამ მხოლოდ იმის გამო, რომ ბავშვს ძალიან მოეწონა და მაგის გამო. არა, შინაგანად რაიმე გამოამჟღავნა მანამდე. უბრალოდ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ესე იგი, ქალბატონმა მამიდა მიხვდა, რას აკეთებდა. აი ეს არის მნიშვნელოვანი, თვითონ ბავშვმა უთხრა, თუ დაინახეს რა გარემოცვამ და უფროსმა ადამიანებმა რომ ამას ძალიან მოეწონა თეატრი, გადაწყვიტეს რომ გაეკაფათ გზა. აი ეს რატო მინდა? არავის არ გაუკაფავს გზა, ტარიელმა თვითონ ეს არის ეს არის გზის გაკაფვა. ადამიანი დააყენესა, ეს ძალიან კარგია, ბატონო ვანო, უბრალოდ 2 სიტყვას ჩანართს გავაკეთებ, ეს მშობლების საყურადღებოთ მინდა და სხვათა შორის პედაგოგების საყურადღებოთ და უმაღლესი სასწავლებლების მესვეთა საყურადღებოთ. როდესაც ადამიანს უნდა მით უმეტეს შემოქმედებაში, მას უნდა მივცეთ ჩვენ გზა, თუ უნდა ადამიანს ცეკვა, უნდა ავუშვათ სცენაზე, ნახოთ, იქნებდა რა იმალება, იმ წუთას რაღაცა შეიძლება არ მოეწონოს ადამიანს, მაგრამ ჩვენ მას სიმღერად უნდა ძალიან ბევრი ვიცით, ჩვენ ბიოგრაფიები
დიდი მაესტროებისა, რომლებიც არ მიიღეს მუსიკალურ კონსერვატორიებში უარი უთხრეს და ამ დროს წლების მანძილზე ისინი ამშვენებდნენ, მათი ხმა ამშვენებდა და დღესაც ახლა ისინი აღარ არიან, მაგრამ ამშვენებს გნებავთ საოპერო სივრცეს, გნებავთ საესტრადო სივრცეს. აი ბატონო ვანო, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ბავშვი აღფრთოვანდა აენთო სკოლის პერიოდში, ხო? და სკოლა დამთავრებული ჰქონდა და რონახა იმედაშვილი ამან გააგიჟა და მამიდამ გადაწყვიტა თვითონ რომ გახდეთ მსახიობი. არა, გადაწყვეტილება სხვა არის. ანუ მამიდამ დააყენა ის, მამიდამ გაუკავა. ეს ცუდი სიტყვა არ არის ბატონო ვანო. მამიდამ გაუკავა, მამიდამ აიყვანა, ხომ, სცენაზე და შემდგომ ის იქიდან არ ჩამოსულა. თქვენ აბძანეთ ახლა, ეს კარგია, მე კარგად ვიძახი. ესე იგი თამარ წერეთელმა პროტექცია გაუწია თამარ წერეთელმა ხო? დოდო ალექსიძესთან, დოდო ანთაძესთან, რომ თეატრში მიიღო. თეატრში, ნუ მიცეს თეატრში სტატისტად იყო, არაფერი როლი მას არ ქონია ჯერ, მე მგონი წელიწადი იყო ესე, მე თანდათან, იმიტომ რომ ტარიელს გადასარავი ხმა ქონდა, გამხდარი ბიჭი, პატარა 19 წლის ბიჭი, უკვე თეატრში იყო. არანაირი განათლება მას თეატრალური არ ქონია. ხო და მაგაშია საქმე. ხო და მაგას ვამბობ მე ახლა თქვენ რაც ბრძანეთ და აი მშობლებს და იმას რომ მოუწოდეთ, მეც მან დავარ, სწორედ. რომ აი რა შეუძლია ბავშვს როცა რაღაც სურვილი უჩნდება, როგორ შეიძლება სურვილი ისე არ გაუჩნდება ადამიანს თუ არ აქვს ამისი ნიჭი. ამას ქონდა ნიჭი და იმან არ ნიჭი არ მოასვენებს ადამიანს. არა, ნიჭი ქონდა თუ არა, მაშინ ახლა არც თვითონ არ იცოდა, მაგრამ ნიჭი შემდეგ გამოიყო და სურვილი რომ გაუჩნდა უკვე ნიჭი ქონდა. ეს ნიჭი შეიძლება მე აი ეს ნიჭიერება საზღაც რაღაცა ნიჭიერი იყო, იმიტომ რომ ხატავდა კარგად. თქვათ, მე მთელი ცხოვრების მანძილზე ტარიელი თვითონ იკეთებდა გრიმს. იმას ხატვარი არ ჭირდებოდა. ხო და რატომ ამბობ ამას, რომ მე რაც მოხდა, აი ქუთაისის თეატრში 5 წელიწადი იყო ქუთაისის თეატრში ნელ-ნელა შევიდა როლში, თან ახლა იქ შესანიშნავი მსახიობები იყო, ხა იუზა ზარდალიშვილი, ცაცა ამირეჯიბი, ჩემო ბატონო და ბევრი ისე ბეგრელიშვილი ვახტანგი და ასე შემდეგ. ხო და ნელ-ნელა იმდენად დაკვირვებული იყო და ისეთი ის იყო, რომ ყველაფერს აი ესრუტავდა როგორც ღრუბელი ის ყველაფერს. მაგრამ გადაწყვიტა რომ აი მამის ტარიელის ის რა იყო, გადაწყვიტა რომ მას ეს აღარ აკმაყოფილებს, ის უნდა წავიდეს უფრო დიდ თბილისში. ახლა ჩამოვიდა თბილისში. წარმოვიდგინოთ, მაშინდელი ამბავი, ეს არის 1946 წელი. ესე იგი ფაქტურად უშანგიჩხეიძის გარდა ჯერ კიდე სულ ყველა სცენაზეა ეს გიგანტები. ეს გენიოსები დგანან, ხო და პატარა ბიჭს, ესე იგი 18, 19, 20, 21 წლის ბიჭს, როგორი ეს უნდა კონდეს სურვილი და მონდომება, რომ აი ამ ოკეანეში, გენიოსების ოკეანეში შეცუროდა საკუთარი ადგილი. და მოდით ახლა თენგიზ ჩანტლაძესთან ნაწყვეტი ვნახოთ. ბატონო? თენგიზ ჩანტლაძესთან ნაწყვეტი ვნახოთ. თენგიზ ჩანტლაძესთან რომელი ნაწყვეტია? უკაცრავად იმისი თენგიზ ჩანტლაძესთან არა. ის ნოდარ დუმბაძის მემხედავზე ვნახოთ. მეორე ვიდეო, გთხოვთ, მეორე ვიდეო. მარჯვნისა! ჰარი! პირველ მეორეზე გაითვალეთ? მესამე! პირველ მეორეზე გაითვალეთ? პირველ! მეორე! გავიცნოთ ერთმანეთი მე ლევან გურიელი ჯავარ if კაიგვარი ქონია მასე ლაპარაკი სამფერო საქმეს უყურს დისციპლინა ბოტანიკასაც უყურს დისციპლინა ბოტანიკის მასწავლებელი აბა ბავშვებო რა მიყვარს მე მიყვარს დისციპლინა სიწყნარებ გაფენას რომ გაიგონებ. აბა ბავშვებო, კიდევ რა მიყვარს? ხაში ვიდამია.
Vinquens! Wenn es hier mal ankommen, ak velar können chobani, und das kommt zu palam. ადამიანებად გამოგიყვანთ. მე ბავშვებო მასწავლებლად არ დავბადებული ვარ. რა ვიყავი მე თქვენ ხელა რომ ვიყავი თქვენსავით თავქარიანი ჩტერი და ბრიყვი. არა ისი ახლაც ახალგაზრდად გამოიყურებით მას. აბარაკი მერე ჩაუჯექი ციგნებს ციგნი ხომ ადამიანის მეგობარია ვიკითხა და გამოვედი კაცი ვითო ბავშვებო მე წარმოშობით ტანკისტი ვარ მე თქვენს სხვა მასწავლებლები ვერ გაგზავნებ ხალხს გაგზავნებ აი ყველა მასწავლებელი მასია ბავშვებო გადავდივარ ხოცეულის ფუნქციებზე თავდასხმის დროს რა არის ხოცეული ათეულს მიუმატოთ ათეული არის ხოცეული აბარაკი აი ბავშვებო ეს გერმანელების ხოცეულია გერმანელების ათეული ეს კი ჩვენი ოცეულია შუაში მოდის მდინარე ამომიწევა რამიშე შუა ჩამოდის მდინარე ვინ ხარ? შევშავა დავასწავლო გაგი ბავშვებო მე გერმანელი ვარ მომწანდი მაგრამ აბა მე გერმანელი ვარ და რა შეგეთებ ვინმეტყვის ჩარჩაკაკულებას დათიგი აბა ბავშვებო წერტილებს ვთ მას წერტილებს ეჯი დიმი აბა ბავშვებო ისმი მასწავლებელი ისრი აბა ბავშვებო ჩვენი ოცეული ჩაწოლილია სანგრებში და მტერი მაშალ ძალას იხოს. აბა რა შეგეთები გენვის? დაიგვიანე ჯერასანჩანა ვიმატყვის შეგეთებ? ბასაბო ბას აგეთი აბა ბავშვებო ბავშვებო ხელს ატრიალებს და ხმუი აგეთი გოგოშე ნუ იღურები იქით საცხემელი მიყურე თვალებში რა ბავშვებო მე ვეხედა მასწავლებელი ნუ დამჩით არა მასწავლებელი რაკია ვიძი გოშე ხანი ვის და სკოლაში მასაია ჩემი და ჩემი არა მე გათაც ჩემი გაგეთდებიდან შეგიძლია აღარ მოხდა მე მიგა დახჩე და მომი ძალიან დიდი მადლობა ბატონო ნუ აი დიდმა ქალბატონმა ვერიკო ანჯაფარიძემ საინტერესო შეფასება მიცა ტარიელ საყვარელის მიერ წაკითხულ ლექსებს. კი. ქალბატონ ვერიკოს ძალიან მოსწონდა ტარიელი როგორც მსახიობი, იმიტომ რომ თავის პარტნიორად ბევრ სპექტაკლში თვითონ აირჩია
და გარდა მაგისა, კალბონერიკოს ჰქონდა თავის შეხედულება ლექსის კითხვასთან დაკავშირებით და ტარიელთან დაკავშირებით, მან ასეთი ის ბრძანა. მე არ მიყვარს ლექსის კითხვა, იმიტომ რომ ლექსის კითხვას სულ სხვა ხერხები უნდა, ვიდრე სცენას, ვიდრე როლის განხორციელებას. ლექსის კითხვისას არ უნდა ითამაშო. მას რაღაც ზღვარი აქვს. ის არის სხვა სკოლა, ის სხვა ოსტატობა. ლექსის კითხვისას არ უნდა ითამაშო. ანუ ხო, და ძალიან მართალი უნდა ხო, იყოს, ეს თუმცა იყო, რომ კარგად ხო, გამოვიდეს. მაგას უსვამდა ყოველთვის კალბონერიკო ხაზს და ასევე საინტერესოა კალბონერიკოს ტარიელის მიწვევა მაკბეტზე. ეხლა მაკბეტი თვითონ სპექტაკლი არ დადგმულა ჩვენთან, მაგრამ ეს ამას მე მოვუსმენთ თქვენ უბრალოდ თუ არ შეწუხდებით, იცით რა მოგვიყვებით? ტარიელ საყვარელიძე გახდათ პატრიოტი თავისი სამშობლოსი, ძალიან უყვარდა სამშობლო, მაგრამ განსაკუთრებით უყვარდა იმერეთი. და თავის იმერულს რო ყველგან ჩართავდა ხოლმე ლამაზად და რაღაცა მომხიბლელად. აი მოდით ამის შესახებ გვეცადოთ. იგივე ახლა რო ავიღოთ ჩვენ ნოდარ დუმბაძის მე ბები აილიკო და ილარიონი. ახლა ამბაკო ეს არის ტიპური იმერელი გლეხი. ახლა გურიაზია, ბუნებრივია ნოდარ დუმბაძის, მაგრამ აქაც თამაშობს, მე ფილმშიაც ითამაშა ეს პატარა ფრაგმენტი მატარებლის და თუ კი სადმე რაიმე იმერული იყო, კლდიაშვილს ხატრული კითხვის საღამოებს რო ატარებდა, კლდიაშვილი შეიტანა სპეციალურად ეს იმერული ეს კოლორიტი კლდიაშვილის, რომ სცენიდან გაეზიარებია მსმენელისთვის და მაყურებლისთვის. და უნდა ითქვას ისიც, რომ იოსებ ნონეშვილს ჰქონდა ესეთი ლექსი შემოდგომა თბილისში. კი ბატონო. ხო და ყოველ კონცერტზე სამთავრობო იქნება თუ ისე საღამო იქნება რომ აუცილებლად კითხულობდა იმას. იქ ერთი ფრაზა იმერულად უქცევს, იმერელი რო ყიდის რაღაც თავის იმას. ხო, ნუ იყიდი, მხოლოდ ნახე, თქვენი ჭირიმეო იმერულად რო უქცევს. აი ამის გულისთვის კითხულობდა ტარიელი ისე უყვარდა თავის იმერეთი და თითქმის ახლა ჩემს სონაშიაც ბევრჯერ დედულეთი იყო იმერეთი, ჯადურის რაიონის სოფელი ხრეითი, იქ ხშირად ჩამოდიოდა და მე მინახავს სწორედ აი ამ უთენია დილა სანამ სოფელი გაიღვიძებდა, დგებოდა, გადიოდა, ეზოს ბოლოში ტყე იყო და იქ როგორ თამაშობდა, როგორ სწავლობდა როლს. ნუ ესე იგი ამაზე მეტი რა უნდა გაეკეთებინა ბუნების სიახში, იმ სივრცეში. მისი პირველი როლი ეს რაღაცა მონაბერ სიოსა და ჰაერში მისი ახორციელებდა როლს. რა თქმა უნდა, ამიტომაც იყო ესეთი ძლიერი. პირველი სერიოზული როლი იყო ნაზიმ ჰიკმეთის ლეგენდა სიყვარულზე. ეს ვახტანგ დაბლეშვილმა დადგა და უცნობს თამაშობდა იქ და ძალიან ისეთი რთული როლი იყო ფსიქოლოგიურადაც. რაღაცა და რო ჩამოვიდა, აი სულ ამას და სულ როლში იყო და ჩვენ ახლა მე და ჩემი და რომ მოგვესვა უთენია გადიოდით და უსმენდით ხო? და წამოვწვით და წავედით რა ხდება რა და ნუ მაშინ ნახე სამუშაო პროცესში შეიძლება მე სახშიელს რასაკურელია სცენის მიღმა ბოლო წლებში იმიტომ იყო ძალიან საყვარელი ყველასთვის გიგა ლურთკიფანიძისთვის ნუ მედია ჯაფარიძის იმაზე ვერიკოსთვის უნდა ითქვას რომ აი ახლა თქვენ ახსენეთ გიგა ლურთკიფანიძე უნიკალური შეფასებები აქვს ამ გიგანტების რა რეჟისორების იგივე ვახტანგ ტაბლიაშვილი ესე იგი ვახტანგ ტაბლიაშვილი ამბობს აი ამასაც ყვება მაგციკში მაქვს შეტანილი ყვება როგორ იმუშავეს ამ ლეგენდა სიყვარულზე და მეორე შეხვედრა იყო თემურ ჩხეიძეს უყვარდა ძალიან თემურ ჩხეიძემ ათამაშა სამანიშვილის დედინაცვალში და ითამაშა დამავიწყდა ახლა ხო მაგრამ ყველას საყვარელი მსახიობი იყო ტარიელი რატო იმიტომ რომ იყო ძალიან ყურადღებიანი არასდროს ყოველთვის ისმენდა ბოლომდე იმას და ბოლომდე რომ გაიაზრებდა რა უნდა და რეჟისორს
მე იმას აკეთებდა. სწორედ აი ბატონი ვახტანგი ტაბლიაშვილი მაგას ყვება, რომ აი დავიტანჯეთო რა, დავიტანჯეთ დამთავრდა სპექტაკლი, გავაგზავნეთ და შუაღამისას უკვე გადასული იყო შუაღამე და აი უცნობის იმ გასაღები ვერ მონახეთ რაღაცა მაინც კიდევ ერთხელ ტარიელს აი ეს ქონდა. ეხლა საყარელიძე მიპოვა. ხო ზოგიერთ ვიდეოს ისა აქ რო გაიქცეს ამას პირიქით კიდევ იმუშაოთ. შემდეგი ვიდეო თუ შეიძლება. 60 წლისაა ტარიელი. თეატრში ჩვენში ასეთ ჩვევა რომ 50-მდე ახალგაზრდად იწოდები და 50-ს მეორე ბებრად. შუა თაობაში და უცებ ვარდები ბებრად. მე არ მინდა გიკარნახოთ, მაგრამ მე მგონი ტარიელისთვის ხანდაზმულობის არავითარ საშიშროებას არ წარმოადგენს. იმიტომ რომ მე მგონი რომ პირიქით. აი არის სახებები, მაგალითად აი სესილე ტაყაიშვილი დაუშვეს. სესილე ტაყაიშვილი რა უნდა უკნას ჯამი მან წლებმა. თუ მოუმატებს. თუ მომატებს და თუ რაღაც სიბზნე შეემატება და უფრო მეტი ცხოვრებისეული გამოცდილება. ასევე მე მგონია რომ ტარიელისთვის ეს წლოვანება არაფერს არ ნიშნავს როგორც სახეობისთვის და მას ბევრი როლი მოელის მომავალში და ნუ ამ ხრი დაუშვათ რაღაცა რატომღაც ესე გამოვიდა რომ ტარიელი კინოშიც არ იყო ხოლმე გადაღება. აი ახლა დათაშქაში პატარა ეპიზოდი ითამაშა აი ისე მატარებელში სხვა ხასიათის სცენა და ეხლა კი აი ამ ფილმში ციგნიფიცის რომელსაც ეხლა ვიღებ მას დაეკისრა ძალიან მნიშვნელოვანი როლი ზაალორბელიანის ქართველი თავადის ერგლეს მოწინააღმდეგის როლი და გასინჯულმა მასალებმა დაგვანახა რომ ეს ძალიან გამოსახულია კინოშიც ძალიან საინტერესო სახე გამოდის მე ასე ვფიქრობ ჯერ ადრე ამაზე ლაპარაკი მაგრამ ეს ნათელია რომ გამოსულია ახლა ფილმი მთლიანად როგორ შეიძლება ცხოვრება გვაჩვენებს მაგრამ ტარიელი ერთ-ერთი საინტერესო სახე იქნება ამ ფილმშიც ასე რომ შეიძლება ძალიან ბევრჯერ ვერ შეხვედრია ტარიელს თუმცა რა გამოდის რომ აი ხუთჯერ თეატრში და აგერ კინოშიც ორჯერ და მე ყოველთვის სიამოვნებით ვიმუშავებ ისეთ პიროვნებასთან გარდა ყველაფრისა როგორც ტარიელია როგორც მოქალაქე როგორც ადამიანი ნამდვილი ვაჟკაცი ქართული კაცი თავის ქვეყნის მოსიყვარულე კაცი კარგი ოჯახის პატრონი და კარგი მსახიობი ღალატის დადგმა გთავაზობთ რამდენიმე ნაწყვეტ სპექტაკლიდან შენები ხალისიანად ძალიან დიდი მადლობა ბატონო ვანო უამრავი მეგობარი ყავდა ყველას ძალიან უყვარდა და ანასთან გამახსენდა ახლა ბატონი გელაპარაკობდა ახლა და უნდა გავაგზავნო ბატონი გას ნათქვამი ბატონი გას აქ ნათქვამი მე რომ დავამთავრე მოსკოვში და ჩამოვედი მარჯანიშვილის თეატრშიო ახლა ნუ კორიფეები იყვნენ სცენაზე და ტარიელ საყვარელიძეო მე მაშინო დიდი მეგონაო იმიტომ რომ იმას თავის ადგილი თავის ნიშა ქონდა უკვე ქონდა საზოგადოება და ახლა რო გადავითვალე 28 წლის აღმოჩნდაო ხო და ახლა ეს თავისთავად მნიშვნელოვანი ეს არის ახლა დეტალი რა თქმა უნდა იმიტომ 28 წლის ასაკში უკვე თავისი ადგილი ქონდა გამზადებული მსახიობი დახვდა და უნდა ითქვას ისიც რომ ახლა შეიძლება ბევრმა არ იცის რომ ტარიელ საერთოდ არ ქონდა თეატრალური განათლება თვითონ ყოველთვის ამას აღნიშნავდა რომ ჩემი თეატრალური ინსტიტუტი და ჩემი აკადემია თეატრალური ის ხალხია ვის გარემოცაშიც იყო და ანასთან გამახსენდა ბატონო ვანო მიხეილ ქლივიძის ლექსი რომელიც მან მიუძღვნა გიორგი შაგულიძეს მაგრამ ის ერთი სხვა იყო მაინც კაცი რომელიც დააკდა ქალაქ ტარიელს და გიორგი შაგულიძეს ჰქონდა დიდი მეგობრობა მოდით აი ამ მეგობრობაზე მოგვიყვებით თან ახლა გარდა იმისა რომ თეატრში იყვნენ მეგობრები უნდა ითქვას ისიც ბევრმა არ იცის რომ ტარიელ საყვარელიძე ახლა 8 კინოროლი აქვს კინოში აქვს 8 ფილმში აქვს მონაწილეობა არა ეგ როგორ არიცი ანუ ტარიელ საყვარელიძე უყვარს და პირველი ფილმი რომელშიც მან მონაწილეობა მიიღო 1952 წელს გამოვიდა მწვერვალთა დაპყრობნი ჩვენ ოჯახია ჩვენი ოჯახის ლეგენდა რასაკვირველი ახლა ის ფილმი ცუდი გამოვიდა და დიდი კრიტიკის განსაცდელია მაგრამ საინტერესო რა იყო რომ მსახიობები ვინც მონაწილეობდნენ ახლა ალექსანდრე ჯაფარიძეს თამაშობდა ლიანა ასათიანი სიმონ ჯაფარიძეს თამაშობდა გიორგი შავგულიძე ბაბუაჩემს თამაშობდა შალვა ღამბაშიძე ესე იგი გადასარევი ანსამბლი ბებიაჩემს თამაშობდა ნატო ვაჩნაძე ეს ნატო ვაჩნაძის ბოლო ის არის რა ქვია ბოლო ფილმია და მე ახლა ბევრჯერ ვთხოვე ბატონ ელდარს რომ მოსკოვში მაშინ დეპუტატიც კი იყო მე ვთქარი მოსკოვში არ არის ჩვენთან ეს ფილმი და დედას ბოლო როლია მეთქი და იქნებ ჩამოიტანოთ და ნუ ვერ მოახერხა ალბათ
ხო და ახლა წავიდნენ გადაღებაზე იალბუზის ძირში იღებენ ამ ფილმს. და ტარიელი და ჟორა შავგულიძე ერთ კარავში არიან. აქეთ ქალები ერთ კარავში მეორეში რაღაც ეს ხო შავგულიძე ხო სულ ციგნობდა, სულ რაღაცას იგონებდა რა. კი, ჰიუმორი ქონდა გადასარევი თურმე. იყო წიოკი, იყო ერთი ამბავი ამ ქალებს, შეყვარებული სულ ყველა რასაკვირველია მაშინ და ესე მე ის ქალბატონები ვინც იყვნენ მე მინახავს და ამათი მონაყოლიც მახსოვს რომ მიუხედავად იმისა რომ სიცივეში იმაში ვიყავით რაღაცა ისე წავიდა იალბუზის ძირში ეს გადაღებები რომ არც გვიგრძნიაო რა ეს იყო აი ეს არის ურთიერთობა და ეს არის ცოცხალი ურთიერთობები. გიორგი შავგულიძის დამზადება. მოდით მედია ჯაფარიძესთან ერთად ვიხილოთ ახლა ნაწყვეტი. კი ბატონო ვნახოთ. შემდეგი ვიდეო. ეს ურთიერთობა კიდე სულ ცალკე თემაა, იმიტომ რომ ლაშა და რამაზი კლასელები იყვნენ და ოჯახებით დაკავშირებულები. გთხოვთ. ტონიტარიელი მარტო ჩემთვის არა, ალბათ ყველასთვის უმრავლესობისთვის ყოველ შემთხვევაში. ძალიან დიდი ხანია წამყვან პოზიციებზე, ასე პოზიციების გამოყოფა წამყვანად და არა წამყვანად ძნელია მსახიობისთვის, მაგრამ მე რაც მახსოვს ბატონი ტარიელი ყოველთვის იყო ტარიელს აყვარელიძე, რომელიც თავისი ასეთ თვისებებით მკვეთრად გამოხატული საკუთარი ინდივიდუალობით სცენაზე იქნებოდა ეს თუ როცა უსმენდით უყურებდით როგორც მხატვრული კითხვის ოსტატ მას ყოველთვის გამორჩეული თავისი ადგილი ჰქონდა და საქმე იმაშია ბატონო კოტო რომ შეიძლება რეჟისურას შემოაცდა ბრძანეთ მაგრამ გარწმუნებთ არა იმ დოზით შემოაცდა როგორც შეიძლება ჩანს გარეთ უბრალოდ აი ბატონ ტარიელზე მოიტანა ეს სიტყვა თორემ ჩვენ ალბათ გაცილებით მეც ვფიქრობთ, ვიდრე ამას შემდეგ ვავლენთ. მე მარტო ჩემ თავზე არ მოგახსენებთ საერთოდ რეჟისორზე გულისხმობ, იმიტომ რომ არ შეიძლება თეატრში იყოს ბევრი კარგი მსახიობი და რეჟისორი, აბა რაზე უნდა ფიქრობდეს? ისე გულახდილად რო ვთქვათ, არა? უბრალოდ ალბათ სამწუხაროდ და ცხოვრება ალბათ ასეა მოწყობილი თეატრში იქნება ეს კინოში თუ სხვაგან, რომ მე ცხადია თეატრალურ და კინო ცხოვრებას გულისხმობ ამჟამად. მხოლოდ ესეა მოწყობილი, რომ ხშირად არ ემთხვევა ჩვენი შეხედულებები ერთმანეთს, რა მხრივ მაგალითად თქვენ მიგაჩნიათ, რომ აი ესეთი როლი უნდა ითამაშოთ. მე მიმაჩნია, რომ არა პირიქით საწინააღმდეგო. ორივე გამოვდივართ სასიკეთო შედეგის პოზიციიდან, ოღონდ მოგეხსენებათ ორი ერთნაირი შეხედულება არ არსებობს, რა და ძნელია ამაში. ასე რომ მე აი ახლა უკვე გადავდივარ იმ პერიოდზე, როდესაც ერთად მუშაობ მე და ბატონი ტარიელი და აი რაც მე ვიმუშავე მასთან ჰაკეაძბაში, მე ეპიზოდური როლი ითამაშა და მე მგონი კარგად ითამაშა თვითონ არ არის ფლად კმაყოფილი, მაგრამ აღსარებაში და აი ბოლოს ყველაზე დიდი ჩვენი ერთობლივი ნამუშევარი დარისპანის გასაჭირი. აი თვითონ ის ფაქტი რომ ალბათ ვიღაცას მოწონს მის დარისპანი, ვიღაცას არ მოწონს, დარისპანი ისეთი როლია რომ მთელი ცხოვრება შეიძლება ალბათ მის თამაში თუ ასაკი და ოსტატობა გიწყობს ხელს. თვითონ ის ფაქტი რომ ესე იგი მე ვერ შევადარებ ახლა ტარიელ საყვარელიძეს იმ საღამონდელ ტარიელ საყვარელიძეს როცა პრემიერა შედგა და დღეს როგორც თამაშობს. მე სრულიად აი მარტო უკვე იწყებს მარტო განთავისუფლებას კი არა, იმდენ ფაქიზ ნიუანს აჩენს, ახალს და ახალს, რომ თუ არა მისი გაუთავებელი მომთხოვნელობა საკუთარი თავის მიმართ, როლის მიმართ და მისი ადგილისა და დანიშნულების მიმართ და ბოლოს ცხოვრებაში, ის არ ხდება, იცით, იმიტომ რომ ტარიელია გამოვა მაყურებელი უკვე მას უსმენს, უცქერს და პატივისცემით არის მისადმი გამსჭვალული. ეს მას არ ამშვიდებს. და ეს მიმაჩნია და ესეთ ყველაზე გამოსაყოფ თვისებად. იმიტომ რომ რა დაგიმალოთ და ბატონ ტარიელს ეს არ ეწყინება, მე არ მეგონა თუ ბატონ ტარიელი ასეთი იყო თავის მიმართ მომთხოვნელობის თვალსაზრისით. აი უბრალოდ მაგალითს მოვიყვან, შეიძლება არც უნდა ბატონ ტარიელს რო ეს მაგალითი მოვიყვანო, მაგრამ ვიცოდით რა რომ 60 წლის ხდება. ხო, აი მოახლოვდა ეს. თარიღი და
რა თქმა უნდა, სრულად ბუნებრივად და ყველა ასე მოიქცეოდა ალბათ ჩემს ადგილას შევთავაზე. შემოქმედებით საღამო თუ საიუბილეოს დავარქმევთ თქო მოვთხარი შემოქმედებით საღამო მით უმეტეს რომ მიმაჩნია რომ მსახიობი რომელიც ფორმაშია და თამაშობს კითხულობს ამდენს რაღაცა ესე შავად შევთავაზე შავი გეგმა ასეთი რომ მოვთხარი ერთი განყოფილება წაიგითხეთ მეორე განყოფილება და ესპანეთი თამაში ან სანჟენი თამაშეთ და ან ავრიოთ ესენი ერთმანეთში მოკლედ შეიძლებოდა ამორჩევა მის რეპერტუარიდან და მისი წაგება უღმესი მადლობა, ცოტა სხვანაირად მინდოდა მე თემურ ჩხეიძის შესახებ საუბარი და გამოცხადება, მაგრამ არა უშავს, უბრალოდ რიგობითობაში ცოტა ცდომილება იყო ვიდეოს გაშვებაზე, რამე თუ მედია ჯაფარიძე ვახსენე. უბრალოდ ვიტყვი, რომ ყველასათვის საყვარელი მსოფლიო მნიშვნელობის რეჟისორს მოусმინეთ თქვენ ეს და თქვენ თითოეულმა თქვენთაგან ეს ძალიან კარგად უწყის. ვინ იყო თემურ ჩხეიძე, ვინ არის თემურ ჩხეიძე, არა მხოლოდ ქართველებისთვის, არამედ ზოგადად პლანეტის კინემატოგრაფიისათვის და დიდი უნდა ვთქვათ, რომ აი მაგ წიგნში თემურ ჩხეიძის ბოლო ჩანაწერი შევიდა. მე ვიყავი დაურეკე და უთხარი რომ ასეთ არიელზე წიგნს ვაკეთებ მეთქი და თქვენი მოგონება რაღაცა და ის ჩავწერე და რაღაც აბდაუბდა ვილაპარაკეო და მე ვუთხარი მე ამას გავასწორებ და ორ დღეში აბდაუდას ბატონ თემური ვილაპარაკე და ძალიან თამდაბალი იყო ძალიან თამდაბალი იყო მოდით ახლა მედია ჯაფარიძე და ტარიელ საყვარელიძეს ვიხილოთ ერთ-ერთ სპექტაკლში სათაგლეგა ჩადენილი ნაცო. მაგის. მერე ორთაჯალაში რომ ერთი სიმპათიური დაწესებულება შეიძლება იკამოვყოთა. მიშველეთ. შენ რო დაგიჭირო ბიჭო, რასი თქვის ხალხი. რას უნებოდი მამასთან არ დაკავშირებული. მერე ვინ იყო ეს მამაჩი? ვინ იყო? ერთი წესიერი პატიოსანი კაცი მე ხომ? მე გერაფერი. ნუ დაუშვათ მერე. ხოლმე შემთხვევაში ილია ჯავჯავაძე არ მოხდა. მერე გახსოვს თავს რომ იკლავდი სოფელში მამაჩების საფლავზე მარმარილოზე იმხელავდა იყოს რომ მატარებლიდანაც მოჩნდეს და რასი მისხამდიო გახსოვს კიდევ მოშანტრის თვალს მოსაცხელად მერე რა დაიწყდა უკრაინიდან იმერეთში იმერი მარმარილო ჩატანა როგორ ალბათ ძალიან ძვირი რამდენი სული კაცი იჯდა სუფრაზე დაახლა არ დავიცნე გენატურ მაგცი როგორმე რაიონის ისტორია შემოინახა სოფლებს როგორ და გადავახტირინე ფულსო რომ იძახდი გახსოვს მერე უნდა გვეღო ჩვენ ოჯახ უნდა ეღოს მერე რა დაიწყდა ყველაფერი ეს და ალბათ ძალიან ძვირი თქო გითხარ საიდან მერე შეჭებადი რაღაც ისადაღლეგა ჩადენილი ნასტო მას მოკლედ დიდი თანხა მედება ფიქრობდი მე გავისტუმრებ მეთქი მაგრამ საიდან როგორ რანაირად მიტან მოტანებაში ციხეში არავინ არ მოხვედრილა ოჯახის შემარცხენელი ბიჭო შენ რო ციხეში დაჟდე რა სიტყვის ხალხი რას სახელმწიფო ფულს ასე დაუფიქრებლად როგორ მოკიდე ხელი და მე რა გემხერება შეუჯიშო რა გემხერება შეიძლება მერე ვინა ჩემი მთავარი ბუღალტერი რა ბიჭკო შეუძლია გეშველოს რამე თუ ბიჭიკო ერთ ფრიად მნიშვნელოვან ქაღალდზე ხელი არ მომიწერა აღარაფერი მიშვენ დაი ხომხედა ჩემი დაბადების დღე არასოდეს გადამიხდია და ახლა ბიჭიკოს უნდა უხადო შეგაიკეთო რას ამიწიეწნება რას გამიხედე გული თუ ბიჭიკოსგან არის დამოკიდებული ჩვენი შვილა შველებია და ეს არის უღმესი მადლობა, ნაი ძალიან ცოტა დრო რჩება და ამიტომ თუ რაიმეს თქმაგნებავ და ვერიკოზე მინდა ეხა ვერიკოს ვიდეო შევთავაზო და მე განდეგილია კიდე. ხო, მე მინდა ახლა ხაზი გავუსვო მაინც ტარიელის პიროვნებას რო არ შევეხოთ, არ შეიძლება. ტარიელი იყო უნიკალური პიროვნება. ესე იგი ახალგაზრდასთან ახალგაზრდა ბავშვთან ბავშვი, დიდთან დიდი და საოცარი მეგობრობა და ძმობა შეეძლო. თუ ვინმე რაიმე სათხოვნად არ მივიდოდა თეატრში, ის დღე გაფუჭებული იყო, ცუდ ხასიათზე იდგა რა. ყველას ეხმარებოდა ვინც კი იყო, უცნობი, ნაცნობი. და გავაგზავნოთ ამ თემაზე. ბატონოვანო ძალიან ხო ვერიკოსი უნდა თქვა რომ ახალგაზრდებთან იყო განსაკუთრებით მეგობრულად და აი
ახალ თაობასთან მეგობრობდა ჩვენი ცნობილი პოეტი თემურ ჩალაბაშვილი, რომელმაც ტარიელს მიუძღვნა ექსპრომტი. ესე ქართულ ლექს შენი ხმის მადლი, წმინდა მირონად აბკურე, გისმენდი, გამალომგულე, გამათუშ, გამაბაკურე, შენს თავს არავის შევადრი, სულ ასე მედგრად მაჩვენა, ჩემი სალამი თეატრის ნამდვილ მამას და მარჩენას. დიდი მადლობა. გთხოვთ ვერიკო ვიდეო გაუშვათ ვერიკო ანჯაფარიძე. მაგრამ მე ვიტყვი იმაზე, რაც მე მასში მიყვარს და რასაც მე ვცნობ საოცარ მოვლენად თვითონ მსახიობში. ეს უპირველეს ყოვლისა, რომ მას უყვარს სიტყვა, ქართული სიტყვა. ის არის ოსტატი სიტყვის. ეს ძალიან იშვიათია ჩვენში. და აი ეს მე ძალიან მომწონს მასში, რომ ის უვლის ამ სიტყვას, რომ მას შესანიშნავად ბგერს ეს სიტყვა მის წარმოთქმაში. სხვა მეორე რაც მე მიყვარს ტარიელში, ეს არის მასშტაბი მისი შემოქმედების. მას შეუძლია იყოს შესანიშნავი დარისპანი. ის არის მე ბებია ილიკო და ილარიონში ეპიზოდს თამაშობს შესანიშნავად მატარებელში. ნუ შესანიშნავია. ესე იგი ეს არის ერთ-ერთი მასშტაბი, იწვი მასზე, რომ ერთ-ერთი სახასიათო მსახიობი. ამავე დროს მას შეუძლია ითამაშოს მაგბეტი. მე რომ ავირჩიე ჩემი სავამოებისათვის მაგბეტი, ეს ყველაზე დიდი ტრაგედია შექსპირის რეპერტუარში, მე სწორედ მყავდა მხედველობაში ტარიელი, იმიტომ რომ მას აქვს ეს რაღაცა დიდი ამპლიტუდა. მას შეუძლია ქალბატონმა ვერიკომ და რამდენიმე წუთი მინდა დავიტოვო განდეგილისთვის როგორ კითხულობს. თან ძალიან სიმბოლურია რაღაცნაირად ეს მყინვარწვერი და ამპლიტუდასთან დაკავშირებით რაც ქალბატონმა ვერიკომ აღნიშნა, ბატონი გიგაც გვიყვებოდა ჩვენ, რომ აი როცა მოსკოვში გასტროლებზე იყვნენ და სწორედ აი სუბათაშვილი იუჟინის თეატრში ჩაატარეს ეს მთელი სპექტაკლი და რაღაცა ტარიელი ახლა რონახეს ილიკო და ილარიონში ეს რა ქვია ამ როლში, ამბაკოს როლში და მე რონახეს ამ მეფეების როლში, ვერაფრით ვერ დაიჯერეს მე განხილვის დროს, რომ ეს ერთი და იგივე მსახიობია. არა, ნუ გარდასახვის უნარი ქონდა არაჩვეულებრივი, პირდაპირ არ ვიცი, ეს არის სწორედ აი კოსმოსში აყვანილი. ეს სახასიათო როლში განდეგილი თუ შეიძლება. ჯერ მარტო ის სადაც დიდებულს მთასა მყინვარსა ორბნი არწივნი ვერ შეხებიან, სად წვიმა თოვლნი ყინულად ქმნილნი მზისგან აროდეს არადნებიან, სად უდაბურსა მას მყუდროებას კაცთ ჟრიამული ვერ შეწვდენია, სად მეუფება ჭექაქუხილსა ყინულს და ქართა მხოლოდ შთენია, უწინდელს დროში ღვთისა მომოსავთა გამოუქვაბავთ მუნ მონასტერი და იმ ყინულში შეთხრილს ღვთის ტაძარს ბეთლემს უწოდებს დღესაცა ერი.
ღიალოსეებრ ჩამოთლილი აქვს იმ წმინდად სადგურს ყინული ზღუდე და ზედ კარია გამოკვეთილი ვით კლდის ნაპრალზე არწივის ბუდე ზღუდის ძირამდე რკინის რამ ჯაჭვი ზედა კიდია თურმე იმ კარსა და თუ არ ჯაჭვით სხვაფრი ვერაგზით ვერ ძალუთ სასვლა ვერ არაკაცს ოდესღაც ტაძარს იმ გაუქმებულს მეუდაბნოე შეკეთლებია საიქიოსთვის ეს სააქაო დაუთმია და განშორებია ბოლომდე ვერ გაუშვით სამწუხაროდ შეხო ასე შემოგვეპარა დრო და ვეღარ მოვასწარით თქვენ უამრავი რამ გაქვთ მოსაყოლი და მე მაყურებელს ვპირდები რომ ბატონ ვანოსთან ერთად კვლავ გვექნება ჩვენ საუბარი ტარიელ საყვარელიძის შესახებ დღეისთვის კი უღრმესი მადლობა დღეისთვის ახლა მაინც თავარი იყო რომ ტარიელი გავახსენეთ ჩვენ საზოგადოებას აი მე დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმისათვის რომ ტარიელის თანამედროვეების თუ გავიხსენებ ძალიან კარგი იქნება, იმიტომ რომ ეხლა 40-50 წლის ხალხს უკვე აღარ ახსოვს ეს თაობა. როგორ არ ახსოვს? არ ახსოვს, იმიტომ რომ 32 წელი გავიდა ტარიელის გარდაცვალებიდან. უფრო ადრე გარდაეცვალა კუკურა ლაფერაძე. ნება მიბოძეთ არ დაგეთანხმოთ. როგორ არ ახსოვს ბატონო? არა, ну ისე შეიძლება, იმიტომ რომ ფილმებში ვინც არის, მაინც ასე თუ ისე ხალხი ყავს. ისინი მაინც უფრო ახსოვს, მაგრამ ვინც თეატრთან უფრო მეტად იყო დაკავშირებული ვიდრე ფილმებთან, ისე ნაკლებად და ახლა ტარიელი აგერ მაინც გავახსენეთ ხალხს და დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. უღრმესი მადლობა მობრძანებისთვის. ძალიან დიდი მადლობა ყველას, ჩემო ძვირფასებო. თქვენ ვინც გვიყურეთ და გვისმინეთ, მე მომავალ პარასკევამდე გემშვიდობებით. ნახვამდის.